ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტი საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა. საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ თოქ-შოუ დღის თემას, მე ჟურნალისტი ალეკო გეთიაშვილი ვარ. რა მოხდა სოფელ ზვარეში, სადაც ფიზიკური ანგარიშტორების შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლები ადგილზე დასაქმებულ მუშებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვინ აპროტესტებს ზვარეს ინციდენტს და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება მომხდართან დაკავშირებით. დღეს ამ თემაზე თოქ-შოუ დღის თემაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე ისაუბრებს. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და სოფელ ზვარეში. პროტესტი 2 დღის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. ჩინური კომპანიის თანამშრომლები ადგილზე დასაქმებულ მუშებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118 მუხლით უკვე დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია 3 პირი. თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭოს. რა მოხდა სოფელ ზვარეში და რას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი სტუმარი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძეა. საღამო მშვიდობისა ბატონო ვიტალი, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ტელემაყურებლებს. ბატონო ვიტალი, თავდაპირველად დავიწყოთ დღეს გამართული საპროტესტო აქციით თბილისში. გამოიღოთ თუ არა ამ აქციამ შედეგი და შეხვდით თუ არა თქვათ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. დღევანდელ აქციასაც შეეხება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რკინიგზის, ასე ვთქვათ, ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს კომპანიის მხრიდან ჩადენილი ვანდალური ქმედებიდან გამომდინარე არასამთავრობო სექტორმა სოლიდარობა გამოუცხადა ზვარეში დასაქმებულ მუშებს და სწორედ ეს აქცია გახდათ ის აქცია, რაც დღეს გაიმართა, დაიწყო, ასე ვთქვათ, ბიპის შენობასთან და იქიდან მსვლელობით გაიმართა, მოვიდა რკინიგზის დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ შენობასთან. რაც შეეხება რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჩვენ არ შეხვედრილი ვართ, მათ მენეჯმენტს არ შეხვედრილი ვართ, არ ყოფილა ესეთ კომუნიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აცხადებენ პირდაპირ არ ერევიან ამ საქმეში და მათ სამართლებრივად არ ავალდებულებთ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს, ჩაერილი უნდა მხარე გახდნენ აღნიშნული, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი მდგომარეობის. ხელი მოთხოვნა თუ იყო რომ შეხვედროდით და მათ თქვენს უარი რომ არ შეხვდებოდნენ? შევახსენებ საზოგადოებასაც და რკინიგზის ხელმძღვანელობასაც, რომ ზვარეში რაც ხდება, ეს მოვლენები არ დაწყებულია გუშინ და არ დაწყებულია გუშინწინ. დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ შრომითი დავა აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით, ანუ აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოგმართა იქ დასაქმებულმა ადამიანებმა და მათი მოთხოვნები იყო ძალიან ელემენტარული და ფუნდამენტური, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ირღვეოდა ამ ადამიანების. რაც შეეხება უსაფრთხო შრომას, რაც შეეხება შრომით ურთიერთობებს, იქ იყო ზეგანაკვეთურზე საუბარი, ბიულეტინის სარგებლობაზე საუბარი და ასევე შევებულებით სარგებლობაზე საუბარი. ეს არაფერი არ ქონდა ამ ადამიანებზე, კვირაში 7 დღის განმავლობაში ადამიანები მუშაობდნენ განუწყვეტლად. ჩვენ შევხვდა ზვარეში, ჩვენ ვიხილეთ ჩვეულებრივი 21 საუკუნის პატოლოგიური დამოკიდებულება, ესენი იყვნენ ჩვეულებრივად მონურ მდგომარეობაში. გარდა ამ ყველაფრისა, ამ ადამიანებს ჰქონდათ ასევე მოთხოვნა და ჰქონდათ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინელი დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. იყო ასევე ცემის ფაქტებით წარსულში. ამის შესახებ ჩვენ რკინიგზასაც ვაცნობთ, ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს ვაცნობთ, ოფიციალური წერილები შეტანილია და ვითხოვდით როგორ რეაგირებას და ვთხოვდით რკინიგზას მხარეს, ვთხოვდით ჩინურ კომპანიას, რომ უშუალოდ ზვარეს ობიექტის ხელმძღვანელობა და მათი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ლიდერი ვინც არის, ეს ადამიანი absolutურად არაადეკვატური ადამიანია და ყოველ დღე აწყობდა პროვოკაციებს. მათ შემდეგ, რაც ჩვენ მოლაპარაკებაში ნიშნავს პროვოკაციებს აწყობდა. ნიშნავს იმას, რომ იყო ადრეცების ფაქტები, იყო მუქარა ეს ხელმძღვანელის ცემდათ მუშებს? დიახ, იყო შეურაცხყოფის ფაქტები და ამის შესახებ ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაყენეთ საქმის კურსში შესაბამისი, ასე ვთქვათ, ყველა სტრუქტურა დაწყებული რკინიგზიდან დამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით თუ მიმართეს მაშინ დაზარალებულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაშინ თუ დადგა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? მაშინ არ ყოფილა მიმართვა ორგანოების მიმართ, უბრალოდ ამ ადამიანებს გაუშვათ პროტესტი და უკავშირდებოდა. მიზეზი რა იყო, რატომ არ მიმართეს, როდესაც ცემდნენ მათ?
როგორც ჩანს, იქვე ადგილობრივი, ასე ვთქვათ, რესურსებით განიმუხტა სიტუაცია და მოგვარს. მე არ ვიცი რა იყო ბიზნესი, ფაქტი ის არის, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია შემდგომში საგაბრძო პროცედურები, რაც იყო რეალურად ამ კომპანიაში 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ძალიან ასე ვთქვათ, ცუდად მიდიოდა ეს მოლაპარაკებები, ვაღწევდით შეთანხმებებს, შემდეგ არ ყოფდა ჩინური მხარე, იქვე მოლაპარაკებების მაგდასთან ამ შეთანხმებებს და ძალიან დიდი რესურსი დაგვჭირდა ჩვენ რეალურად სახელმწიფო რესურსებზეც არის საუბარი, იქნებოდა ეს მედიაციის სამსახური, იქნებოდა ეს რკინიგზის რესურსი თუ დიპლომატიური სამსახურების ჩართვა, რათა მოგვიხდიდა შეთანხმება. შეთანხმების დადების მეორე დღიდან ისევ ხელმძღვანელობამ, უშუალოდ ზვარის ობიექტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ისევ ადამიანების დაშანტაჟება, დაიწყო ისევ ადამიანების შეურაცხყოფა, ყოველ დღე აწობდა პროვოკაციებს. ამის შესახებაც ჩვენ ვაყენებდით საქმის სულში რკინიგზასა და შესაბამისად ჩინურ კომპანიას სამწუხაროდ არ მოხდა არაფერი რეაგირება, ჩვენ დაგვირდა რკინიგზა და ჩინური კომპანიაც, რომ ამ ხელმძღვანელს სამსახურიდან გადაიყვანდა სხვა სამსახურში, იმიტომ რომ რეალურად სახეზე იყო შესაძლო პროვოკაცია. რაც მოხდა კიდევაც დადგა ფაქტი. როდესაც თქვენ ჩადიოდით და იქ თუ გეუბნეოდნენ მუშები, რომ მათზე ფიზიკურად ძალადობდა, თქვა ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი. თქვენ თუ იმათ არ მიმართეს პოლიციას, რომ თქვენ არ იცით მიმართეთ თუ არა, თუ მიმართავდნენ, ამ დაგებოდა იმის პასუხს გებოდა საკითხი. თქვენ თუ არ გაგიჩნდათ იმის გზომა, თქვათ რომ მიგემართათ პოლიციისთვის და გეტყვით რომ აი ასეთი რაღაც ხდება, ან განცხადება შეგეტანათ. არა თუ გზომა გაგიჩნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. თქვენ ამბობთ რკინიგზას მიმართეთ, მაგრამ რკინიგზასაც მიმართეთ, ჩინურ კომპანიასაც მიმართეთ, ჩინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართეთ, პროკურატურასაც მიმართეთ და გარემოსდაცვის სამინისტროსაც მიმართეთ. ყველა მიმართულები დარღვეულია აქ უფლებები, აქ ზოგადად მთელი სპექტრია წარმოქმნილი, ასე ვთქვათ, კანონდარღვევის შესაბამისად ჩვენ ყველა სტრუქტურას მიმართეთ, გამოძიება დაწყებულია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ დაკითხვაზე, იქ ადგილობრივი ხარაგაულის, ასე ვთქვათ, პოლიცია ეძიებს გარკვეულ საკითხებს, ასე რომ ჩვენი მხრიდან, პროკურორის მხრიდან რეაგირება შესაბამისად გაკეთებულია. აი ეს ვთქვათ, ადრე ვინცაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, ის ადამიანები მუშაობენ დღეს ისევ იმ კომპანიაში. დიახ, რა თქმა უნდა, მუშაობენ. ისევ აგრძელებენ მუშაობას და კიდევ დღემდე ხო არ გრძელდება ვთქვათ ამ ადამიანებზე ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ხედავთ, ბოლო 2 დღის განმავლობაში მთლიანად ქართველები ვინც მუშაობთ, თითქმის ყველაცემია და უბრალოდ 7 ადამიანია ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თორე დღეს გახდა ჩვენთვის ფაქტი ცნობილი, არათუ მამაკაცები, ასევე 2 ქალბატონიანი ნაცები, უშუალოდ გუშინდილით, როდესაც მოხდა მასობრივად თავდასხმა ქართულ დასაქმებულებზე, მათ შორის არის 2 ქალბატონი, ასე რომ ისინიც მუშაობენ და დღეს უკვე პრინციპში ყველაცემია. შეიძლება რომ თქვათ რომ ეს იყო ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი თუ მხოლოდ შრომითი ურთიერთობების ძალიან და კარგად გამმარტო და საზოგადოებამ გაიგოს კარგად. ჩვენ არ ვართ xenophobe-ები. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და იქ დასაქმებული ადამიანები ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინელ ხალხს, მათ კულტურას და მათ ერს. აქ საუბარია კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელიც ხელმძღვანელობს უშუალოდ ზვარეს ობიექტს, ასე რომ არავითარი ეთნიკური ნიშნები აქ არ იკვეთება, აქ არის უბრალოდ კრიმინალი დამსაქმებელი ჩვეულებრივი ქვის ხანის მეთოდებით ახორციელებს თავის საქმიანობას. ეს კითხეთ, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ანუ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო შრომითი და შეიძლება გადაიზარდოს უფრო ჩინურ-ქართულ კონფლიქტშიო და ეთნიკურ ნიადაგზე დაიწყოს, ამიტომ კითხეთ ეს რომ თქვენ ვფიქრობ, რომ შესაბამისი სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოებას თუ სწორ პოზიციას დაიჭერებს, ყავს საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ ყველა იქ დასაქმებული ადამიანებს აცხადებენ, რომ მათ ეთნიკურად ასე ვთქვათ, ზიზღი არ გააჩნიათ ამ ადამიანების მიმართ, იქ ძალიან ბევრი ჩინელის მუშაობს, სხვების და მათთან ნორმალური ურთიერთობები აქვს, საუბარია ხელმძღვანელობაზე, ზვარეს ობიექტის ხელმძღვანელობაზე. თუ თქვენ შეხვდებით ამ ადამიანს ოდესმე და იმედია ვერ შეხვდებით კარგი ხანს, იმიტომ რომ დაპატიმრებულია ამ შემთხვევაში, თქვენ დარწმუნდებით, რასაც ვიმეორებთ იმაში, ეს გახლავთ აბსოლუტურად არაადეკვატური, ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. კი ბატონო, დაშავებულების მდგომარეობა როგორი არის, რომლებიც საავადმყოფოში იყვნენ ამ დროისთვის, თუ გაქვთ ინფორმაცია? დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, ისინი ყოფებიან დაკვირვების მდგომარეობაში, მართალია ისინი სტაციონარშია, მაგალითად ზესტაფონის საავადმყოფოდან გამოწერეს ადამიანები, მაგრამ ყოველ დღე ასე ვთქვათ, დღესაც იყვნენ ჩასული გადახვევებზე და დაკვირვებზე, საუბარია დაზიანებებზე, მაგალითად რამოდენიმე მათგანს თავის არეში აქვს სერიოზული ჭრილობები მიყენებული, რკინის ბლაგვის საგნით, ასევე ადამიანია, რომელსაც ხორცისაგები ნაჯახი აქვს სულში ჩართმული, სხვათა შორის ამ ადამიანის და, რომელიც მუშაობს ასევე ამ საწარმოში სამზარეულოში,
მის დასაც ეს რკინის ფლაგის საგანი აქვს ზურგში ჩართული, ეს კალბატონი არ იმყოფებოდა სტაციონარში, ის სახლის პირობებში გადის კუნალობას, ასე რომ მათი მდგომარეობა საკმაოდ ძიბია და შესაძლებელი იყო უბედური შემთხვევითაც დამთავრებოდა. მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იქ დასაქმებული ადამიანები ხა არიან საპროტესტო აქციას აწყობენ, მათ უერთდება სოფელი და არა მარტო ხამწუთებში მიმდინარეობს, მათ ზვარში სოფელი უერთდება, გამომდინარე იქიდან რომ როგორც ჩვენ ნახეთ, არა მხოლოდ მაგუფილზე დასაქმებულ ადამიანებს აქვთ პრობლემა, ასევე სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებს დავა და ეს უბედურება დაიწყო სწორედ იქიდან გამომდინარე. მაცხოვრებელ ადამიანებთან რა კავშირშია? ეს დავა 2 დღის წინ დაიწყო სწორედ ამ შემთხვევით, როდესაც სოფლის მაცხოვრებელი ზამთრისთვის იმარაგებდა საწვავს შეშას და ამ ასე ვთქვათ, მათი მარაგის დათმობას თხოვდა ჩინეთის რკინიგზის ხელმძღვანელობა და ამბობდნენ ისინი, რომ ის მათი ტერიტორიიდან იყო მოპოვებული, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს აბსოლუტურად კანონიერად მოიპოვა ამ ხალხმა და შესაბამისი საბუთიც არსებობს ამ ასე ვთქვათ მოჭრილჩეშის, თუმცა რაც არ უნდა იყოს, საერთოდ მოპარვას რო კონდეს ადგილი და ესეც რამე არ არსებობს, ადამიანებს არ უსწორდებიან ხელკეტებით და დაჯახებით და დანებით, ხო? აქ ჩვეულებრივ კრიმინალზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, სოფელს უკვე აქვს ის განცდა, რომ მათ ჩვეულებრივ ყოფა ცხოვრებაში სერიოზული საფრთხე შემოვიდა ამ ასე ვთქვათ კრიმინალური დაჯგუფებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ უცხადებენ სოლიდარობას და ვფიქრობ, რომ რკინიგზამ, რომელიც აცხადებს, რომ ნაკლებად არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მოსაზრება უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ ჩვენ ყარად გვაქვს დასაბუთებული და საზოგადოებასაც ვყარათ ახაზე, რომ რკინიგზა არის ტანკუთი და არის კონტრაქტორი და ძალიან მარტივად გასაგებია ეს ყველაფერი, სახელმწიფო ფული იხარჯება როგორც ამ კომპანიაზე, ისევე მის ასე ვთქვათ მეორე კომპანიაზე, რომელსაც რკინიგზა აცხადებს, რომ ეს არის მაკონტროლებელი კომპანია და მას ევალება ეს ILF-ი ავსტრიული კომპანია, ჩვენ ეს კომპანია ბუნებაში არ გვინახავს არც ერთ თვიანი მოლაპარაკებების პროცესში და შესაბამისად არც კომენტარს არ აკეთებს. თუ მას დაავალა რკინიგზამ არსებული ასე ვთქვათ ჩინური კომპანიის სამუშაოების კონტროლი, ბუნებრივია უნდა მოსთხოვოს მას ამ ასე ვთქვათ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. სწორედ ამას მოვითხოვთ ჩვენ, სადაც ავამბობთ რკინიგზის მაქსიმალური ჩართულობა. დღეს იქ მუშაობა შეწყვეტილია, ეს ადამიანები იმყოფებიან მოცდენაზე, შესაბამისად მისი ამ მოცდენის იზოლებით მოცდენაზე, ხა მეტი იზოლება რა უნდა იყოს, როდესაც ხელკეტებით და ცივი არაღეთ გისწორდებიან, როგორ უნდა შეხვიდეს სამუშაოდ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ და აყენებენ პირობას, რომ აუცილებელი პირობას, რომ ეს ხელმძღვანელების ეს დაჯგუფება აუცილებლად უნდა იყოს გაწვეული ამ კომპანიიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე ექნება, სამუშაო ადგილზე ისეთი სპეციფიკური სამუშაო ადგილია, შეიძლება შურისძიების მიზნით დასაქმებელმა ისევ რაღაც მოაწყოს. უსაფრთხოების სამსახური არ არის იქ ადგილზე და რომ თქვა სახელმწიფო კომპანიის არის ის უსაფრთხოების სამსახური, თვითონ ჩინური კომპანიის თუ კერძო სამსახური არის, ვინც თქვა იქ მომხდარ ინციდენტს გაანეიტრალებს. რომელი უსაფრთხოების სამსახური? თვითონ კომპანიაში დასაქმებული არაბინ არა, ის უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს იქ? უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს შრომის ინსპექცია, რომელიც არ არსებობს საქართველოში და პროფკავშირები ამას უკვე ძალიან ასე ვთქვათ, მწვავედ აყენებს ამ საკითხს და არა მარტო პროფკავშირები, მთელი არასამთავრობო სექტორი და სამოყვარულო საზოგადოება. სწორედ მაგაზია საუბარი, რომ არ არსებობს უსაფრთხოების ნორმები და არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო. დაცვის სამსახურს ევალება, ან თქვენ ამბობთ უშუალოდ ჩხუბის ფაქტს. კი ბატონო, ჩხუბის დროს ან განანეიტრალებელი ვინმე არ არის. დაცვის სამსახური ორი თანამშრომელია, ხო, ორი თანამშრომელი 50 კაცს ვერ შეაკავებს და ვერ გაუწევთ მან წინააღმდეგობას და ვერ დაიცავს ბუნებრივად წესრიგს. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმნელია სპეციალური ზალები, რომლებიც იცავენ უსაფრთხოებას, მაგრამ ეს ზალები ბუნებრივია იქ ვერ დარჩებიან და მისაღებია ზომები, რათა დასტაბილურდეს სიტუაცია და ამ ადამიანებს მიეცათ ნორმალურ და მშვიდობიან, ასე ვთქვათ, გარემოში, უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება. კი ბატონო, როგორ შეაფასებთ თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აი მუშაობას, 3 ადამიანი დააკავეს მას, როგორც ვიცით 118 მუხლით აღიძრა საქმე და მის გადაკვალიფიცირებას ითხოვთ თქვენ. საქმე აღიძრა 125 მუხლის, 125 მუხლით აღიძრა საქმე თავიდან. რაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, ეს იყო ცემის ფაქტი. შემდგომში ჩვენ ბუნებრივია გამოთქვით ამასთან დაკავშირებით მოსაზრება, რომ ეს ცემაზე მეტია და ეს არის სიცოცხლის განზრახ დაზიანება და სახიფათო იყოს სიცოცხლისთვის შეცვალა, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი, ეს არის ახლა 118 მუხლი, განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. თუმცა დღეს ვიხილეთ განცხადება, რომ შესაძლოა ისევ შეიცვალოს ეს მუხლი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტი ერთია, რომ ეს არ იყო ცემა და ეს არის პატარა წვრილმანი ხულიკნობა, ეს არის სერიოზული
კონკრეტული დანაშაული, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკითხის დასმა იმ ადამიანების, ვინც არიან იქ და სამი ადამიანი ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით არ არის მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამაში იღებდნენ მონაწილეობას იქ, როგორც თვითმკვლელები ამბობენ და ახლობით 40-მდე კვილევამდე შეიარაღებული ჩინელი მას სისტემურად უსწორდებოდა იქ დასახვებული ქართველებს. ასე რომ მარტო სამი ადამიანის დაკავება ჩემი აზრით არ არის საკმარისი ამისთვის. აი დღეს მაგალითად დღეს გუშინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა ქართველების არიან დაშავებული ჩინელი მუშებიც. ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს, რა ქვია, მუდმივმოქმედი ფილიალი ეხმაურება ამ მომხდარ ფაქტს და ისინი გავრცელებულ განცხადებაში ინციდენტს არ უარყოფენ, ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს იყო მცირე ინციდენტი და დაშავებული არიან ჩინელი მუშებიც. რას უპასუხებთ თქვენ მათ, როდესაც საუბრობთ, რომ ქართველი მუშები დაშავდნენ გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარეც. დაშავდნენ თუ არა იქ ჩინელი მუშებიც? ჩემთვის ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ არის ცნობილი ამის შესახებ, რომ ჩინელი მუშებიც არიან დაშავებული. თუმცა ბუნებრივია, როდესაც ამხელა შეხლა შემოხლა არ გამოიცხადა, რომ მსგავსი და მომხდარიყო, მაგრამ ჩემთვის ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი. კიდევ აღნიშნული იყო ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს განცხადებაში, რომ ანუ მათ მერქნული რესურსის გატანა უნდოდა მოსახლეობას და ეს იყო უკანონო ქმედება მათი მხრიდან. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო კანონიერი, ისინი ამბობენ, რომ უკანონო იყო ეს ქმედება, როდესაც გაქონდათ აი ამან დაიწყო ეს დაპირისპირება. ჩვენ გარემოსდაცვის სამინისტროს მიმართეთ დაახლოებით 1 თვის წინ გამომდინარე იქიდან, რომ იქ ჩინური კომპანიის მხრიდან ხდებოდა ეკოლოგიური კუთხით იყო სერიოზული პრობლემები. ეს ერთი. მეორე. ჩინეთის რკინიგზას არავით არის საკუთრება არ გააჩნია მოჭრილი მერქანის თვალსაზრისით. ეს არის სახელმწიფო საკუთრება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული პიროვნება, ვინც ახორციელებდა, ასე ვთქვათ, მერქანის მოპოვებას, საცხადებს, რომ მას შესაბამისი დოკუმენტაცია ჰქონდათ. როგორც თვით მხილველები აცხადებენ, ჩინურ კომპანიას ეგონა, რომ ეს იყო რაღაცა მათი კუთვნილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არავინ დედამიწაზე რაღაცა ორი მოჭრილი ხისათვის ნაჯახს და რკინებს არ ურტყავს ადამიანებს თავში და ფიზიკურად არ უსწორდებიან. გარდა ამისა, ეს ავტომობილითაც გადაგხონდათ, ეს ასე ვთქვათ, მასალა ისიც დაზიანებულია და ესეთი პრობლემა დღეს რეალურია. კი ბატონო, გარდა ზვარესი, სხვაგანაც ხომ არ არის მსგავსი პრობლემა, ვთქვათ, ქართველებთან მიმართებაში, რომ ვთქვათ, უცხო ქვეყნის მოქალაქე უსწორდებოდეს ფიზიკურად. იცით რა, ეს უფრო გლობალური თემაა, ეს არის გლობალური კი არა, ძალიან მწვავე თემაა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, პრობლემა. სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი შრომითი პოლიტიკა შემუშავებული და ბუნებრივია დამსახურებლებს არ აქვთ რეგულაციები, რამაც უნდა მოაქციოს მკაცრად მათი საქმიანობა ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ უცხოური კომპანიები, ხშირ შემთხვევაში ქართული კომპანიები ძალიან ძვირ მდგომარეობაში ამუშავებენ დამსახურებლებს, ასე რომ აქ რაღაცა გამორჩევა უცხოური კომპანიების ჩემი აზრით უადგილოა. ზოგადად პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა შესაძლოა, ზოგადად შესამუშავებელი კანონმდებლობა, ნორმალური კანონმდებლობა, რომელიც აღებული აქვს ვალდებულება ევროკავშირის ასოციაციების ხელშეკრულებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაც ჭიდრო მხარდაჭერას უცხადებს ამ საკითხის სახელმწიფოს, იქნება რაღაც, ასე ვთქვათ, ჩანასახში თითქოს შეიქმნა შრომის ინსპექცია, მაგრამ ეს არ არის რეალური და ეს არის ფასადური. მედიაციის სამსახური, რომელიც არსებობს შრომის სამინისტროში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რეალურად დავები მოგვარდეს და გადაწადებითად. შეიძლება სტატისტიკა გვაქვს რაღაცა 10 დავიდან 5 მოგვარდა ამ სისტემით, მაგრამ რეალურად ჩვენ აღმოჩნდით ახლა ესეთ მდგომარეობაში, პროფკავშირების დასაქმებულების სახელმწიფო აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც არავის არ გააჩნია რეალური მექანიზმები შეაჩეროს ესეთი ვანდალი დამსაქმებელი, რომელიც არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს ყველა მიმართულებით აბსოლუტურად ყველა უფლებას. არ აქვს რეალურად სახელმწიფოს მექანიზმი, რომ შეაჩეროს ესეთი დამსაქმებელი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და გამომდინარე აქედან უცხოელი დამსაქმებელი იქნება, ეს ქართველი დამსაქმებელი ყველამ შეიძლება ჩაიდინოს მსგავსი საქციელი. აი კანონმდებლობაში კონკრეტულად თქვენ თუ გაქვთ შემუშავებული რაიმე ინიციატივა, რა უნდა ჩაიწეროს, რომ ესეთი ფაქტები, ვთქვათ, აღარ განმეორდეს მომავალში და შრომის ინსპექტორმა როგორ უნდა გაუმჯობესდეს დღეს ქვეყანაში? შრომის ინსპექტორმა უნდა გაუმჯობესდეს იმ კუთხით, რომ დღესაც არსებობს მაგალითად არის ქმედითი ძალა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს სანქციების უფლება, მას არ აქვს საჯარიმო, ვთქვათ, ღონისძიებების გატარების უფლება, მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება, ისიც თუ შეუშვა კომპანიამ, თვითონ კომპანიამ უნდა სთხოვოს შრომის ინსპექციას, რომ მობრძადით ჩემთან შევამოწმეთ, ხოლო შემდეგ რაც დაიწერება დასვლა შრომის ინსპექტორების მხრიდან, ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია და მას არავით არის სავალდებულო ხასიათი არ აქვს. როგორ წარმოგიდგენია თქვენ ახლა ასეთი მექანიზმით რეალურად შრომითი უსაფრთხოებისა და
შრომითი ნორმების დაცვა. ეს სახელმწიფოს მოსაზრება იყო, რომ თავიდან შრომითი ინსპექცია გაუქმდა, თუ არ ვცდები 2006 წელს, ეს ინსპექტორები აღარ ყავთ, მათ ჭირდება გადამზადება, მათ ჭირდება ამ სამსახურს ხელახლა ჩამოყალიბება, რამოდენიმე წელია მიმდინარეობს ეს პროცესი, ამ პროცესმა თავისთავად უკვე თლიანად ამოწურა და დღეს ჩვენ გავართ ფაქტის წინაშე, სადაც უკვე რეალურად ჭირდება რეალური მექანიზმები და ეს რეალური მექანიზმები აუცილებლად უნდა გატარდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ დაიწყებს უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე შეკრებიდან, იმიტომ რომ ჩვენ აქციებით გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით და ვაპირებთ ამ მიმართულებით ძალიან მწვავე ასე ვთქვათ პროტესტის გამოთქვას, თუ არ იქნება მთავრობის მხრიდან შესმენილი სამოქალაქო საზოგადოების, მუშების და არასამთავრობო სექტორის ასე ვთქვათ პოზიცია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმარი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე იყო. გადაცემაში ახლა რეკლამის დრო, ჩვენ ღია ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, დაგვალოდეთ. ზვარეს ინციდენტს მესამე სექტორთან ერთად პოლიტიკური სპექტრიც ეხმაურება. ვინ ითხოვს ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დეპორტაციას? დღის თემაში პატრიოტთა ალიანსის წევრი ნადო სადღობელაშვილი ისაუბრებს. რეკლამა ობიექტივის ეთერში. პატივცემულო ტელემაყურებლებო, მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს ღია ეთერში მაუწყებლობას უწყვეტ 24 საათიან რეჟიმში. სრულიად საქართველოში ჩვენი ციფრული სიგნალის პირდაპირ და უფასოდ მიღება შეიძლება ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ოთახის ანტენით ან ეგრეთ წოდებული სატელიტური თებშით, თანამგზავრიდან Azerspace 1. თანამგზავრზე ჩვენი სიგნალის პარამეტრებია: პოზიცია აღმოსავლეთის გზედის 46 გრადუსი, სიხშირე 11095 MHz, პოლარიზაცია ჰორიზონტალური, ASO ნიშნების სიჩქარე 27500, შეცდომის კორექცია 5/6-თან, სიგნალის ფორმატი MP2. თუმცა თანამგზავრული თებშების ფლობელებს აქვე დაგამშვიდებთ. გადასვლა Azerspace-ზე არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარჩვევებს. ამავე დროს შევნიშნავთ, რომ თებსზე მეორე მიმღები თავაგის დაყენებით შესაძლებელია ახალი და ძველი არხების ერთდროულად მიღება. საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა თანამგზავრებისგან დღეისთვის Azerspace გამოირჩევა სატელევიზიო არხების მრავალფეროვნებით. გირჩევთ მიიღოთ სატელევიზიო სიგნალი Azerspace-დან და იხილოთ ობიექტივის გადაცემები 24 საათის განმავლობაში. ობიექტივის ტელესიგნალის პარამეტრები Azerspace-ის თანამგზავრზე მოცემულია საიტებზე: obiektivi.net, linkset.com. ვინ ზრუნავს თქვენზე და ვინ გიქმნით ყოველდღიურ პრობლემებს? სადგადის ზღვარი სამართლიანობასა და ძალადობას შორის, თავისუფლებასა და სხვისი უფლებების შეზღუდვას შორის. დღის მთავარი თემა ობიექტივის ობიექტივში. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, წარმოგიდგენთ განსხვავებულ პოზიციებს, სვამთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვას. ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 9-ის ნახევარზე, დღის თემა ობიექტივზე. რეკლამის შემდეგ დღის თემა ღია ეთერში ბრუნდება. დეპორტაცია იმ ჩინელს, ვინც ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე. ასეთ განცხადებას პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს. ციტატა მისი განცხადებიდან: აღმაშენებლის გამზირზე თურქის ცემის მცდელობის გამო საქართველოს 10 მოქალაქეს, მათ შორის ერთ ქალბატონს, სისხლზე უშვებდით და ახლა ვის გცალიათ ქართველებისთვის. ახლა ხომ სამინისტროების გადანაწილების დროა. სიცხული ოცნებას, ოცნება კი არა ჩემზე უკეთესად იცით ვინც ხართ. არაბებისგან თავის დაღწევასა და ცემის გამო მრავალშვილიანი დედა სასჯელს იხდის საპყრობილეში და ეს მუშა ჩინელები ხელუხლებელი არიან არა, სახალხო დამცველო, ხელისუფლებო და ახლა დარჩეულო პარლამენტარებო, გძინაოთ, გამოფხიზდეთ, დაისაჯოს ყველა დამნაშავე სასტიკად და სასტრაფოდ. და ამ სიტყვების ავტორი პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი შემოგვიერთდა გადაცემაში. დიდი მადლობა ბატონ ლადო. მოგესალმებით. მოგზანების. პირველ რიგში მინდა კითხოთ, ასეთი ხმამაღალი განცხადება რატომ გააკეთეთ ხომ არ? არა, ეს ნამდვილად არ არის უპირველეს ყოვლისა ხმამაღალი განცხადება, ეს არის ჩვეულებრივი სოლიდარობის, ვთქვათ,
გრძნობის გამოხატვა ჩემი თანამოქალაქეების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მართლა უკვე ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ეს შეიძლება მედიით დახშულია, ანუ მედიით არ შეგხვდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი ანალოგიური ფაქტების მომსწრები ვართ, უბრალოდ ხანდახან ირღვევა რაღაცა ეს ღობე და მარწუხები და აღწევს ეს მედიაში. მე პრაქტიკულად ყოველდღიურად მესმის ანალოგიური ეს შემთხვევები სხვადასხვა კუთხით და მართლა ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი. სენოფობიურ განცხადება თუ არა, მე აი თავიდანვე ეს იყო ამაზე საუბარი, არავით არის ფაშიზმი, არავით არის შოვინიზმი, არავით არის ქსენოფობია. ეს არის ჩვეულებრივი, მე კიდევ ერთხელ ვიძახი. აი რაღაცა ეგეთი ტიპის განცხადებები იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე მაგალითად სომეხ ან აზერბაიჯანელებზე გავაკეთებდი უფრო. არა, ჩვეულებრივად ეს ადამიანები აქ თურქებზედაც ვისაუბრე. დეპორტაცია მხოლოდ ამა თუ სულ ყველაზე არა, რატო აქ სხვადასხვა რამოდენიმე განცხადება გავუშვე, მათ შორის იყო თუნდაც იგივე ყველა იმ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე, რომლებიც არ ჯდებიან საქართველოს კანონის ფარგლებში, ხო? ეხლა მოდი ძალიან მარტივად ეს ხალხი დაკავებულია და საქართველოს კანონის შესაბამისად დაისჭება. არა, მე როგორც გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც გავრცელა ცნობა, ეს ადამიანები დაპატიმრებულები არიან ცემის, ასე ვთქვათ, ბრალდებით, ხომ? აი ხა წარმოვიდგინე მე და შენ ვსეირნოთ სადმე ქუჩაში და ვიღაცა შემოგვევახა არმატურით და ნაჯახით. ჩვენ ხა ცემის მუხლით აღძრავენ საქმეს ჩვენს წინააღმდეგ. არა, ჩვენს წინააღმდეგ აღძრავენ სავარაუდოდ დაჭრის მცდელობის, მკვლელობის მცდელობის ან რაღაცა ესეთი დამამძიმებელი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩინელს, ამ შემთხვევაში, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო რაღაც გაუგებრად მოიქცა. რატომ არჩევს მაშინ ერთმანეთისგან? აი არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ეთყობა ჩვენი კანონმდებლობა არ მოქმედებს ჩვენს ასე ვთქვათ ქვეყნის ფარგლებში, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ჩინელი იქნება ეს ქართველი, სომეხი, თურქი, აზერბაიჯანელი თუ რა ვიცი, ვინ სხვა. აქ როდესაც ირღვევა კანონი ყველას ერთნაირად უნდა გაწოდეს ეს კანონი. თუ არ წდება, მაშინ აქ უკვე რაღაც სხვა ამბავშია ასე ვთქვათ საქმე. მე უკეთეს გეტყვი, ეხა ამ მუხლებზე გამახსენდა და სისხლის ამართალზე გამახსენდა. სხვათა შორის ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომელიც ჩინელი მუშები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამშენებლო ადგილებში, ხომ, საქართველოს მასშტაბით, ხომ, ძირითადად არიან პატიმრები, ანუ ჩინეთში არსებული საპატიმროების, ასე ვთქვათ, პატიმრები, რომლებიც მოყავთ ეგრეთ წოდებული ზონაზე არიან, ასე ვთქვათ, და მოყავთ, ასე ვთქვათ, საქართველოში იაფი ხელის ამბავში. პატიმარის საზღვარზე როგორ ხო, ანუ აქ არის ეთყობა შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის არის უცნობი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ გაჟონა ინფორმაცია გახსოვთ ალბათ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც იუსტიციის სახლი შენდებოდა, ანალოგიური ტიპის განცხადებები კეთდებოდა, რომ ჩინელი პატიმრები ჩამოდიან და ასე ვთქვათ, იღებენ მონაწილეობას მშენებლობებში, ხო? დაახლოებით ანალოგიური ტიპის, ანუ მსუბუქი ბრალდებების პატიმრები, რომლებიც ჩინეთში ასე ვთქვათ, წესით უნდა იხდიდნენ საიჯოს, მათ იაფ ხელად ამუშავებენ საქართველოში და სხვადასხვა არა მნიშვნელობა საიდან აქვს, კიდევ ხოდევნებით მეცმუნეთ ეს საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მაქვს ეს ინფორმაცია და უკეთესით წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოყოლებული არსებობენ დღევანდელ ხელისუფლებაში და ჩინოვნიკები, რომლებიც ამ ყველაფერს უწყობენ ხელს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მაგალითად ლადოს რომ გადაუხადონ 600 ლარი არ უღირთ, მაგრამ ვიღაც ჩინელ პატიმარს, რომელსაც 100 ლარს მიუგდებენ, ის იმუშავებს, იმიტომ რომ ის პატიმარია მაინც ციხეში უნდა იჯდეს, არ ურჩევნია საქართველოში მუშად იმუშაოს და აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ ამ ხალხს დასაქმებულ ხალხს ეხლა ვინც თქვა ზვარეშა ეს დასაქმებული არიან პატიმრები და დაბალი ხელფასი. კარგი იქნება ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო, არის შეიძლება იცის კიდევაც და არაჟღერებენ ამას, მაგრამ ჩემთვის დღეს გახდა ის ცნობილი, რომ ძალიან ბევრი პატიმარია ამ ჩინელებს შორის ხო, არა, სხვადასხვა კი ბატონო, და ასე ვთქვათ, ამუშავებენ მათ ეს და აი აქედან მოდის სწორედ ეს კრიმინალი და მე მჯერა, იცით, რომ ყველაფერს ეხლა ჩაკუჩას იხმარდა ის ჩინელი კრიმინალი. ის კრიმინალი ამ მნიშვნელობა აქვს, ჩინელი იქნება თუ ქართველი იქნება, კრიმინალია, ხო? და არ მგონია, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა იქ გადამეტებას კონდეს ადგილი, ნამდვილად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იქ ნაჯახიც იყო, ასე ვთქვათ, მუქარები იყო, ნაჯახიც თუ ჩარტყმა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ კადრები უამრავი დაზიანებებით იყვნენ ეს ქართველი ბიჭები და ჯერეთი ყველაფერს თავი გავნებოთ რა როგორია ჩინელი ჩამოდის საქართველოში და ცემს ქართულს. ეს გავრცელდა განცხადება, რომ ანუ ჩინელები მუშებიც იყვნენ და პატრული არ არსებობს იმ ჩინელისთვის, კანონი არ არსებობს. დაერეკათ პატრულისთვის გამოიძახა თუ ქართველებისგან იყო რაღაცა, ასე ვთქვათ,
როგორც მოიქცა ქართველი, ხომ, როდესაც დაზიანება მიიღო ჩინელისგან, წავიდა პატროლში, ხო? თქვენ სტუმარი საუბრობდა აქ, რომ ადრეც იყო მსგავსი ფაქტები და არ მიმართეს ქართველმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც მიაყენეს თქვა. კი ბატონო, მე როგორც ვიცი, არაერთხელ ყოფილა მიმართვა, მაგრამ რატომღაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქცევდა ამას ყურადღებას. მე ხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნამდვილად არა და შესაბამისად ამაზე უნდა ისაუბროს ვინმე მათმა წარმომადგენლებმა, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ძალიან საინტერესოა რა, კანონი არ კანონობს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. იცით რა, მე დაახლოებით 3 წელიწადი ცხოვრობდი საფრანგეთში. ჩემზე კანონი ორმაგად უფრო მკაცრი იყო ვიდრე საფრანგეთის მოქალაქეზე. ჩვენთან კიდე პირიქით არის. ესე იგი, ქართველი უფრო იჩაგრება, ანუ საქართველოზე კი არ მაქვს საუბარი, საქართველოს მოქალაქე უფრო იჩაგრება საქართველოში ვიდრე მაგალითად თურქი, ხომ? აი აქ ჩვენ ვიხილეთ აღმაშენებელ ჩემს ანონშიდას თქვი თქვენ ეს, ხომ? აღმაშენებლის გამზირზე თურქმა იზავა და საქართველოს მოქალაქეზე ამაზე გაბრაზებული იყო მცდელობა ქართველებისგან, რომ პასუხი გაეცათ რამოდენიმე ქართველისგან, ხომ? ამ თურქისთვის გამოიძახეს პატრული, დაპატიმრებული იქნა 10 მოქალაქე. ზალადობას ზალადობით უნდა. ხო, ნუ აი არა, მაგრამ მცდელობა იყო, იქ არ ყოფილა დაპირისპირება, იქ იყო მხოლოდ მცდელობა და მცდელობის გამო ეს ადამიანები კინაღამ სისხლზე გაუშვეს და მათ შორის ერთი ქალბატონი. თუ არ ვწდები გვარად არის ქალბატონი სირაბიძე, ის სირაძე, ხო, თუ არ ვწდები, აი რაღაცა ესეთი გვარი აქვს, რომელიც 4 შვილის დედა არის და დღეს და იხდის 10 წლიან თუ 12 წლიან სასჯელს იმისთვის, რომ არაბი მოქალაქეებისგან თავი დაიცო. ეხლა წარმოგიდგენიათ, ესე იგი 12 წელს და 10 წელიწადზე სენის გამო იხდის, ქალბატონი იხდის, იმიტომ რომ რამოდენიმე არაბისგან დაიცვა თავი, ხო? აი ესეთ ანომალიებსა აქვს ადგილი საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოში ქართველზე კანონი მუშაობს, მაგრამ საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე, როდესაც ჩამოდის ვინმე, აი ჩინელი, აი თურქი, აი არაბი გვიკვირს. ესე იგი, ველოლიავებით მეტისმეტად ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლებისგან, რა არ შეიძლება ეს ჩინელი და თურქი ჩვეულებრივი კრიმინალი იყოს, რა ის ადამიანი არ არის თუ სხვადასხვა სტუნება არ შეიძლება რომ ამოძრავებდეს მას. დააკავეს, მაგრამ გამოუშვეს რაღაც გაფრთხილებით და ბოდიშების მოხდით. ეხლა კიდევ ერთხელ გეუბნებ მე და შენ რომ ანალოგიურად ვინმესთვის ჩაკუჩი ჩაგვერთხა თუ არმატურა ჩაგვერთხა თუ ნაჯახი ჩაგვერთხა, დღეს უკვე დომთავრებული იქნებოდა ჩვენი ციხე და გაშვებულები იქნებოდა ადამიანები გამოუშვეს, ჯერ არა იყო. საუბარი არის იმაზე, რომ პრაქტიკულად იქ უშვებენ ამ ადამიანებს და საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია ბატონო? იცით რა არის, მე ძალიან ვთქვათ, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა იქ წარმომადგენლებთან, მუშებთან, ასე ქართველი მხარესთან და მე კონტაქტებიან ზოგი სოციალურ ქსელში წერს ხოლმე ინფორმაცია, ზოგი მირეკავს მთხოვს ტელეფონს და მირეკავს და მატანებს საქმის კურსში და აქედან გამომდინარე მართლაც ნუ პრაქტიკულად მათზე არაფერი აი ის არის. ეხლა კიდევ მეორე გავრცელდა რაღაც განცხადება მათი ადმინისტრაციიდან, ანუ აი 23 ის არის რაღაც ბიურო ხო, რკინიგზის დიახ, ჩინური კომპანია ხო რაღაც. ესე იგი, რომელსაც აქ ჩვენს რკინიგზასთან გაფორმებული რაღაც ხელშეკრულება გავრცელეს, ესე იგი რაღაცა ისეთი ნოტი რა, რომ მოვითხოვოთ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მცირედ ინციდენტი მოხდაო. ესე იგი, თურმე ჩინელები ამ ყველაფერს მცირედ ინციდენტს უწოდებენ? თუ იმათთან ეს მცირედ ინციდენტია, მოკიდონ ამ ჩინელებს ხელი, მე არაფერი არ მაქვს სხვა, მე მაქვს იმ დამნაშავეებზე საუბარი, მე სხვებზე კი არ მაქვს საუბარი. თუ კეთილსინდისიერი ადამიანია, მშრომელი ადამიანი და მართლა სამუშაოს გამუარე მოსაძებნად ჩამოსული და მუშაობს და დასაქმებულია, ხომ? კეთილი ინებოს და დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, ხომ ეს ხო არ შეიძლება რა? და ამ დროს რა ხდება? პრაქტიკულად არც ერთი ასე ვთქვათ, მაღალ ჩინოსნისგან ჩვენ ასე ვთქვათ კომენტარი არ მოგვისმენია ამ თემაზე, თითქოს ეს ფაქტი არც კი მომხდარა, საქართველოში მიდის ქართველების პრაქტიკულად უკვე ჩინელების მხრიდან გენოციდი და ამაზე ხმას არ იღებს არავინ. ესე ანუ ხელისუფლებიდან გულისხმობ, ხო? და მიწევს მე და თქვენ ბატონო, მე ზუსტად სად არის სახალხო დამცველი, სად არის? სად არის სახალხო დამცველი, რომელიც LGBT-ს რომელიმე წარმომადგენელისთვის თითი რომ დაგვეყარა ესე, აი ესე რომ თითი რომ დაგვედო, აწყდებოდა ერთი ამბავი და რუსთავიორი ირბენდა გასაშუქებლად, აქ და ამერიკის ელჩი გამოვარდებოდა. ხო, არა, არავის არ უყენებს შეურაცხყოფას, რას ბრძანებ? გამოვიდოდა ამერიკის ელჩი დაგმობდა ამ, ასე ვთქვათ, უფლებების დარღვევას LGBT პირების, მაგრამ როდესაც საქართველოს მოქალაქის უფლება ირღვევა, როცა მასზე ძალადობს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რას ლაპარაკობთ, უნდა გადაყოლაფოთ ეს ყველაფერი და 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა გამოუშვათ ეს ხალხი. აი ესეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მოქალაქეებზე. ეს ძალიან ცუდია და მე
არ ვიცი ხა ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მე მოვისმინე რამოდენიმე ექსპერტის შეფასებაც ხომ აი უფრო კითხულობდი სოციალურ ქსელში გავრცელებული ასე იმიტომ რომ გეუბნებით ამას არ დაეთმო რაღაცა ისეთი სატელევიზიო ხშირი ეთერი ხომ დღის განმავლობაში დღეს უფრო საინტერესო თურმე ლომჟარიას დანიშნაა და სამინისტროების გადანაწილება მართლა ხომ და იქ თანამდებობის გადანაწილება ვიდრე აი ესეთი ფაქტები როდესაც საქართველოს აქ საუბარი იცით რის თქმა მინდა მე რომ ძალიან ცუდია როდესაც განსაზღვრული აი საემიგრაციო კანონი არ არის რა როდესაც ჩვენ აქ საუბრობთ ევროპაზე ხომ იქ ევროპაში ძალიან და სწრაფვაზე ევროპისაკენ ხო ევროპაში ძალიან კარგად არის დაალაგებული საემიგრაციო კანონმდებლობა ხომ გადმოიღონ კეთილი ინება გერმანულ მოდელზე როცა საუბრობენ საკონსტიტუციო მოდელზე ხომ გადმოიღონ ეს გერმანული მოდელი თუნდაც საემიგრაციო კუთხით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ასე ვთქვათ აი ეს უფრო სოციალური კუთხით აი ეს კანონმდებლობა გადმოიღონ აქ ხომ ჩვენთან ხომ საერთოდ ადამიანებს ფასი არ აქვს რა და ეს უნდა დამთავრდეს უნდა გაჩნდეს მობიერი დამოკიდებულება და როგორ იცით ფასიანი დამოკიდებულება უნდა გაჩნდეს შენი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მე უნდა იზრუნო შენ იქ ბიზნესის განვითარებაზე იქნება თუ რაღაცა იქ მთელ ასე ვთქვათ სხვადასხვა კუთხით უნდა წაიყვანო მუშაობა ჯერ შენი მოქალაქის ჯანმრთელობა დასაქმება პატივისცემა ელემენტარულად და რატო არ გამოდიან ეს პოლიტიკოსები და რატო არ ამახვილებენ ყურადღებას ესეთ საქმე რო ჩდება სად არის ის სოლიდარობა ხომ სოლიდარობა რომელიც ქართველის მიმართ უნდა კონდეს საქართველოს მოქალაქის მიმართ უნდა კონდეს არ ვიცი ეს რას დაემსგავსა მე უკვე სიტყვები არ ყოფნის სიმართლე გითხრა რა კონკრეტული ინიციატივები თუ გაქვთ აი თქვათ რა უნდა შეიცვალოს კანონში რომ ასეთი მსგავსი ფაქტები ავიცილოთ თავი იცით რა არის ეხლა მე კიდევ ერთხელ აი ამ შემთხვევაში მე იურისტი ნამდვილად არა ვარ მე მიწევს რომ კიდევ ერთხელ გითხარ თავიდან როცა დავიწყე გადაცემა მე რა უბრალოდ აი ეს ჩემი განცხადებები დღეს სხვადასხვა აქცია ჩატარდა ახალგაზრდებმა არ ვიცი იცით თუ არა ამის შესახებ აქციას პროტესტი გამოთქმის ეს არის ჩვეულებრივი თანამოქალაქეობრივი ასე ვთქვათ პასუხისგებლობა და სოლიდარობის გრძნობა ჩემი თანამოქალაქე როდესაც ხედავ რომ უსამართლობას აქ ადგილი ხო და შენ ჩუმად ხარ ამ შემთხვევაში ხო აი ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა ამ შემთხვევაში ხო რომ არ უნდა იყოს ჩუმად უნდა გამოხატო შენი პოზიცია დააფიქსირო აფეთქდა სოციალური ქსელი იცით 1000-ობით და 10000-ობით ადამიანი საუბრობს იმაზე რომ დასაჯელია ეს ადამიანი დეპორტაცია გასაკეთებელი გამოძიება და ალბათ დაისჭება იცით რა არის აქ კიდევ ერთხელ გიმეორებ დეპორტაციის შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს ჩვენთან ქვეყანაში ამაზე მე და თქვენ კი არ უნდა ვსაუბრობდეთ ამაზე ის პარლამენტი რო იკრიბება 4 წელიწადში ერთხელ ის მართლაც რომ უსაქმურები იქ რო ზიანდა მთელი ის წლების განმავლობაში ყავისმის და სიგარეტის წევით რომ არიან დაკავებულები აი მათი სამუშაოა იმიტომაც ვირჩევთ ჩვენ იმათ რომ ასე ვთქვათ აი ესეთ სწორედ აი ესეთ საკითხებს მიხედოს და არა სხვადასხვა იქ ჩოხა გეცმევა პარლამენტში თუ პიჯაკი რა მნიშვნელობა აქვს მაგას აი ამაზეა საუბარი აი ეს უნდა იყოს დასალაგებელი და გასარკვევი და არა ის რაღაც ბანალური კანონმდებლობები რაზეც მუშაობს მთელი ჩვენი პარლამენტი და ვთქვათ ჩვენი ხელისუფლება ამ გამოსოთ თქვენ თქოთ მსგავსი ტიპის დანაშაულებებზე უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დეპორტი არა ის აქ კიდევ ერთხელ ვიძახი აი ეხ კიდევ ერთხელ აი ძალიან მარტივად ხსნი აი რატომ უნდა ჩავსვათ ეს ჩინელი ვიღაც კრიმინალი ჩემთვის ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები არიან თან რაღაც ძალიან გაუგებრად ორი ჩინელია რატომ ხას დაპატიმრებული ხო 3 როდესაც ნაცემია 6 საქართველოს მოქალაქე ხო თუ არ ხო ნუ აი ხა საუბარი მაგრამ მანამდეაც იყო რაღაც შემთხვევები და ეხა ამ შემთხვევაში 4 არის კი ბატონო ესე იგი როგორ შეიძლება მე არ მჯერა სიმართლე გითხრათ რომ იქ მხოლოდ ორი ჩინელი მოქალაქე იყოს ჩარეული ამ საქმეში არ არსებობს ესე რომ რა ჩინელი იყო ესეთი რომ ეს ამდენი ქართველიც ეს ხომ არა მართლა გაუგებარია აქ საუბარი ალბათ მიიჩხმალა რაღაც ინფორმაციები იცით აქ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები და კარგი იქნება თუ რატომ მიიჩხმალა რაში სჭირდება მაშინ ხელისუფლებას კარგი მფარველი ყავს ეთყობა ამ ჩინელ მუშებს ამ ჩინურ კომპანიებს კიდევ ერთხელ ვიძახი ეს მოდის სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან და მე არ მინდა ეხა რა ვიცი მე როდესაც ჩემოდიოდნენ ეს ჩინური კომპანიები ხომ დიდი ზარზეიმით ბატონი მაგალითად საგანელიძე აკეთებდა განცხადებებს გახსოვთ ალბათ არ ვიცი მე კარგად დამჭა ეს მახსოვრობაში რომ
ბატონი დავით საგანელიძე იყო, ანუ რამოდენიმე წლის წინ სააკაშვილის პერიოდის მერი, ანუ უკვე ქართული ოცნების პირობებში ამაზე განცხადებებს აკეთებდა, რომ აი ჩინური კომპანია, აი ალბა ესა და აბარკინიგზა და აი მაშინაც საგანელიძე ედგა თითქოს ამას გვერდიდა. არის ვარაუდი იმისა, რომ სწორედ ბატონი დავით მე ხა არავის ხელს არ ვადებდა არაფერი, მაგრამ არის საკმაოდ დიდი ვარაუდი იმისა, რომ სწორედ ბატონი საგანელიძესგან მოდის ერთ-ერთი ერთგვარი მფარველობა ამ პირებზე, რომ არ იყვნენ ასე ვთქვათ, რომ არ გაგვექცნენ, თითქოს ჩინელების გარდა სხვა კომპანია ვერ ააშენებს გვირაბს, ხიდს თუ გზას ვერ დააგებს. და ნუ აი ესეთი, არ ვიცი, რატო ელოლიავებიან ესე, ეთყობა კარგი პირობები აქვთ, ასე ვთქვათ, შემოთავაზებული იმისთვის, რომ მაგალითად დავით საგანელიძე კმაყოფილი იყოს და აქედან გამომდინარე არის, რომ ერთგვარი კრიშავს მათ და ასე ვთქვათ, მფარველობს, ხო? აი ეს ტენდენციები, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ არა მარტო საიმიგრაციო კანონი, არამედ კანონი, ასე ვთქვათ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ჩვენ მე განცხადებებში წავიკითხე, რომ იქ გამოდიოდნენ ეს სწორედ ეს მუშები, ქართველი მუშები და იძახდნენ, რომ თვითონ უფროსობაცო ძალიან ცუდად გვექცევაო და სასტიკ პირობებში გვამუშავებსო, ხო? ამაზე კაციშვილი არ საუბრობს, ხო? გასაგებია, რომ იქ ეს ვანდალური ფაქტი, ეს კრიმინალური ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხო იქიდან დაიწყო, რომ თვითონ ის უფროსი ექცეოდა მუშებს ცუდად, იქ რაღაცა შელაპარაკება რაღაც მოხდა, აი ესეთი ხო გაუგებრობა. ყველაფერი თავი არის, ასე ვთქვათ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე მარტო ჩვენ რო საუბრობთ ეხლა დეპორტაციაზე და საიმიგრაციო კანონზე, ხო? აი ეს კუთხეც ძალიან გასათვალისწინებელია, მაგრამ სამწუხარო ჩვენ ქვეყანაში ყურადღება არ ექცევა დასაქმებულს. უფრო ძირითადი აქცენტები მოდის და ველოლიავებით, ასე ვთქვათ, ინვესტორს, ანუ ერთ ადამიანზე უფრო დიდი წილი, ასე ვთქვათ, ლოიალურობა მოდის ჩვენი სახელმწიფოდან, ანუ ამ შემთხვევაში ბიზნესმენზე, ინვესტორზე, ხო, ვიდრე დასაქმებულზე, ვიდრე მუშაზე. და ეს ძალიან ცუდია, იცით, მთელ სოფლიოში პირიქით არის და ჩვენთან ხო ყველაფერი საერთოდ პირიქით ხდება. სოფლიოდან განსხვავებით და აქედან გამომდინარე, ეს არის ზუსტად ჩვენ შემთხვევაში. როგორც პოლიტიკოსი ისე მინდა კითხოთ, აი ეს კონფლიქტი ხომ არ შეიძლება გადაიზარდოს ჩინურ-ქართულ რაღაც დაპირისპირებაში. არა, მე არ მგონია, იცით რატომ? არა, ეს მე მგონი ეს არის მართლაც გაბერილი არის, რაღაც გაბერილი თემა არ არსებობს. აქ საუბარი არის ჩვეულებრივ ფაქტზე. როდესაც ვერ ეგუება საქართველოს დიდი ნაწილი, ხო, ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ვეგუებით იმას, რომ ქართულზე ძალადობს ჩინელი, ქართულზე ძალადობს თურქი, თურქს პასუხი არ მოეთხოვება, ჩინელს პასუხი არ მოეთხოვება, მაგრამ როდესაც დაუშვათ ქართველი თიც დააკარებს თურქს ან ჩინელს იქნება თუ რა ვიცი არაბს იქნება, ხო გეტყულა არ მოვიყვანე ქალბატონის მაგალითი მე ხომ ეს ხო გახმაურებული საქმეა და პრეზიდენტი თურმე დღეს გიგი უგულავას შეწყალებაზე ფიქრობს, მაგრამ არ ფიქრობს აი ესეთი 4 მრავალშვილიანი დედის ასე ვთქვათ შეწყალებაზე, რომელიც ამ ხელა სასჯელს იხდის და რეალურად თავისი ასე ვთქვათ სიცოცხლის დაცვის გამო ხომ მან თავი დაიცვა ვიღაც არაბებისგან, ხო, რომლებიც ნუ რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, ცდილობდნენ ამ ქალბატონზე რაღაცა ფორმით ზეწოლას თუ ფიზიკურ გასწორებას და აღმოჩნდა კარატისტი ეს ქალბატონი თუ არ ვწდები რაღაცა ესეთი და ცემა რა ეს არაბები ეს გახმაურებული საქმეა, სირაძია მე მგონი ეს ქალბატონი გვარად თუ არ ვწდები და შესაბამისად ეს ქალბატონი ამ ხელა სასჯელს იხდის და ამაზე საერთოდ არ საუბრობენ რაღაც ლომჟარიებზე კიდევ ერთხელ გეუბნები დღევანდელი ჩვენი დღის თემა ხომ ლომჟარია ვიდრე დაუშვათ აი ესეთი ფაქტი ეს ძალიან სამწუხაროა. არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ რომ კვლავ გააგრძელონ საპროტესტო აქციები. ისეთ აქ საუბარი იყო და ასე ვთქვათ მე მინდა რაღაც აი არასამთავრობო წარმომადგენლებსაც და სხვადასხვა პარტიებსაც მოუწოდო ვინც რაღაც პატრიოტული სულისკვეთებით არის განწყობილი და გული შეტკივა თავის თანამოქალაქეებზე შევიკრიბოთ დავიძრათ დაწყებული აქვთ მაგათ არა დავიძრათ აქციებზე არა დავიძრათ ყველა იმ აი ესეთ ადგილებში მივიდეთ სადაც შენებლობები არის ჩინელები არიან დასაქმებულები და რაღაცა ისეთ ეს არ უნდა იყოს რაც კანონის ფარგლებს არ უნდა გაცდეს რა თქმა უნდა ხომ აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე რომ გვერდით უნდა დაუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს იმიტომ რომ თუ დღეს აი ეს არ ჩაითვლება შემდეგ ზეწოლად თქო არა რატო ზეწოლად ისითვლება გენოცვალე როდესაც ჩინელს არ ზჯიან შესაბამისად არმატურა აქვს ადამიანს ნახმარი და ჩაქვი ნაჯახი და მე ხა გენოცვალე კიდევ ერთხელ ვიძახი მე და შენ რომ ანალოგიური ქმედება ჩაგვედინა ჩვენ ამოგვავპობენ ციხეში ქართული კომპანიების მხრიდანაც ხდება ასეთი მსგავსი ტიპის ზეწოლები თქო ქართული აუცი მე ხა სიმართლე გითხრა კიდევ ერთხელ გეუბნები ხა მე ესეთი ფაქტი ქართველი მაინც
ურთიერთპატივისცემა გვაქვს და ამათთან ეთყობა არ არის ეს წესი და ეს ჩვეულება ეს პატივისცემის აზე აი წარმოდგენა არ მაქვს ჯერ ერთი და მეორე ხა ის როდემდე უნდა ვითქვინოთ ეს დამოკიდებულება სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმარი პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობარაშვილი იყო. თოქ-შოუ დღის თემა ამით დასრულებულია. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, თქვენ კი მშვიდობიან უქმეებს გისურვებთ.